თუ ტოტენჰემთან მომავალ მატჩებს საუბრობთ, უნდა გავიხსენოთ, რომ სექტემბერში შენ შეხვდი თომას ფრანკს და მის პირველ ჩემპიონთა ლიგის თამაშამდე საკმაოდ ხანგრძლივად ესაუბრე. მაინტერესებს ახლა როგორ აფასებ იმ საუბარს? ალბათ ესეც აჩვენებს, რამდენად სწრაფად შეიძლება შეიცვალოს ცხოვრება. ახლა უკვე ამ შაბათს მის წინააღმდეგ, როგორც მენეჯერი, ისე გახვალ მოედანზე. კი, ნამდვილად ასეა. ყველაფერი ძალიან სწრაფად შეიძლება შეიცვალოს. სიმართლე გითხრათ, ძალიან მომეწონა ის შეხვედრა. ერთმანეთს ძალიან კარგად შევეწყვეთ. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა მას ნორმალურად შევხვდი. უბრალოდ ზოგადად ფეხბურთის თემებზე ვისაუბრეთ, ცოტა პროცესებზე და იდეებზე. ის ძალიან გახსნილი და მიმღები იყო. მართლა დავტყვი იმ საუბრით, ასე რომ კარგი იქნება მისი კვლავ ნახვა. 19 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ტოტენჰემი და მანჩესტერ იუნაიტედში გადმოხვედი. ვიცი მათ წინააღმდეგ ბევრჯერ გითამაშია. ხშირად საუბრობ შენ სიყვარულზე კლუბის მიმართ და იმაზე, როგორ შეგიყვარდა მანჩესტერ იუნაიტედი. შეგიძლია კონკრეტულად თქვა, როდის მოხდა ეს მას შემდგომ, რაც მანჩესტერში გადმოხვედი? ეს თითქმის ყისიერად მოხდა. ძალიან თბილი მოგონებები მაქვს ტოტენჰემთან და კლუბში გატარებულ პერიოდთან დაკავშირებით. იქ ცოტა ხანს ვიყავ. უკარო მიხედები მართლა მოკლედ როა, მაგრამ ძალიან ვისიამოვნე. კარგი გუნდი იყო. მარტინ იოლი იყო მწვრთნელი და მიმოკლე პერიოდში ბევრი რამ ვისწავლე, მაგრამ ბევრჯერ მithქვამს, აქ მოსვლა ნახტომი იყო და თან ძალიან დიდი ნახტომი. ეს ძალიან სწრაფად ვიგზენი. როგორც კი ფეხბურთელი ამ ადგილზე შედის, ეს ადგილი გცვლის. მე ეს პირველივე დღიდან ვიგზენი. გასახდელში შესვლისას, მწვრთნელთან შეხვედრისას. იმ მომენტიდან მე უკვე სხვა მწვერვალზე ვიყავი. ცოტა ხნის უკან თომასთან საუბრის შემდგომ, როგორი გამოწვევა ტოტენჰემთან მატჩი ამ შაბათს? ისინი ნამდვილად დიდ გამოწვევას წარმოადგენენ. განსაკუთრებით შეგიძლიათ დაინახოთ, როგორ დაასრულეს ბოლო თამაში. მათ ბევრი ტრავმა ჰქონდათ, ბევრი ცვლილება შემადგენლობაში, რაც მათთვის საქმეს ბევრად ართულებს. მაგრამ ფეხბურთელები ნელ-ნელა უბრუნდებიან. ყავთ ძალიან კარგი შემტევები, რომლებიც ცდილობენ დაცვის ხაზის გაწელვას, წინ თამაშს და საჯარიმოში ხშირ შეჭრას. ეს ისაა, რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ. გარკვეულწილად ეს ოდნავ განსხვავებული თამაში იქნება იმ მატჩებისგან, რაც ბოლო კვირებში ჰქონდა, მაგრამ მოუთმენლად ველოდებით. კარგ მდგომარეობაში ვართ, ბიჭება ამ კვირაშიც კარგად იმუშავეს. ისევ ფეხები მიწაზე და არ უნდა ავიტაცოს თავი იმით, რაც უკვე მოხდა. თავარია რა არის შემდეგი. წინ დიდი გამოწვევაა, მაგრამ ჩვენ ამას მოუთმენლად ველოდებით. შენთვის პირადად შესანიშნავი სტარტია, მაგრამ გაგაკვირვა თუ არა თავადაც რამდენად კარგად წავიდა ყველაფერი ამ პერიოდში? სიმართლე რომ თქვა, თავიდანვე რომ შემოვედი და მალევე თამაში მოგვიწია, ყველაფერი ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიოდა და ძალიან შორს არ ვიყურებოდი. მაშინ ბევრს ამბობდნენ, რომ პირველი ორი მატჩი ძალიან რთული იქნებოდა და გარკვეულწილად ეს დაგვეხმარა კიდეც. მთელი ჯგუფი კონცენტრირებული და მობილიზებული იყო ორივე თამაშისთვის. წინ ძალიან შორს არ გამიხედავს, ამის უფლებას საკუთარ თავს ვერ მივცემდი, მაგრამ დროთა განმავლობაში უკვე უფრო მკაფიოდ ჩამოგვიყალიბდა, როგორი გვინდა იყოს ყველაფერი. მას შემდეგ რაც აქ ვართ, კიდე უფრო ნათელი გახდა რა მიმართულებით გვინდა წასვლა და როგორ გვინდა თამაში. სამი გამარჯვება შესანიშნავი იყო, თითოეული განსხვავებული მიზეზით, ასე რომ გრძნობთ, რომ გუნდსა და შემადგენლობაში დიდი პოტენციალია ზრდისთვის და ეს ყველაფერი კარგ საფუძველზე შენდება. მატაის დელიქტი და მეისონ მაუნტი ვარჯიშზე გადაღებულ ფოტოებში არ ჩანდნენ. წინა დღეს. როდის ელოდები, რომ ეს ორი ფეხბურთელი შენთვის ხელმისაწვდომი იქნება? ალბათ მეისონი უფრო მალე. ის დიდად შორს აღარ არის დაბრუნებიდან, ასე რომ ვიმედოვნებთ, რომ მას დიდი დრო არ დასჭირდება. მატა კი ეტაპობრივად ბრუნდება. კარგ ნაბიჯებს დგამს და პროგრესი აშკარაა. ყველაფერი ძალიან პოზიტიურად მიდის. ამ ეტაპზე ცოტათი ადრეა, მაგრამ იმედია მასაც დიდი ხანი აღარ დასჭირდება. გრაფიკში გარკვეული თავისუფალი პერიოდები ჩნდება. სეზონის დასაწყისში საუბარი იყო შუა სეზონში ამხანაგურ მატჩებზე. მგონი შენმა წინამორბედმა რუბენ ამორიმმა თქვა, რომ თუ ევროპულ ტურნირებზე ვერ გადიხარ და შემოსავლები აკლდება კლუბს, ასეთ მატჩებს აუცილებლად უნდა ატარებდე. ხარ თუ არა ამ საკითხის საქმის კურსში და იგეგმება თუ არა სადმე გამგზავრება? ამ ეტაპზე არაფერი არის დადასტურებული. ვიცით გრაფიკი და თუ ასე შეიძლება ითქვას, გარკვეული სივრცეები არსებობს, რომლებიც სხვადასხვა გზით შეიძლება გამოვიყენოთ. ამ მომენტში ყველაფერი განხილვის საგანია, მაგრამ ჯერ არაფერი გადაგვიწყვეტია. შეიძლება მოხდეს, შეიძლება არა. უბრალოდ მოგვიწევს ლოდინი. კლუბის მომავალზე საუბრისას და მომდევნო თამაშს მიღმა რომ გავიხედოთ, როდესაც საქმე ეხება მომავალ სეზონისთვის შემადგენლობის ფორმირებას, არის თუ არა მენეჯერის პოზიციასთან დაკავშირებული გაურკვევლობა ხელისშემშლელი ფაქტორი? შენ თავად ყოფილ ხარ ფეხბურთელი და იცი როგორი განცდა. მოთამაშეებს სჭირდებათ გარკვეულობა იმის შესახებ რა მოხდა. სიმართლე რომ თქვათ, ფეხბურთელები იდეალურად იქცევიან და სრულად კონცენტრირებულნი არიან. ჩვენ გვესმის უფრო ფართო სურათი, სხვადასხვა ვარაუდები, რა შეიძლება მოხდეს. მაგრამ როგორც ფეხბურთელი, შენ ყურადღებას ამახვილებ იმაზე, რაც წინ გელოდება და ცდილობ ამ მომენტში მაქსიმუმს მიაღწიოს სეზონის ბოლომდე. ჩემთვის არანაირი პრობლემა ან შეშფოთება არ არსებობს. ბიჭები იმაზე უკეთ იქცევიან, ვიდრე შეიძლებოდა წარმოედგინა ვინმეს. სრულიად ჩართულები არიან ამ პროცესში.
ამას ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაშიც ვამბობდი, ასე რომ ჩვენი ყურადღება მთლიანად მიმართულია უკეთესობისკენ, გაუმჯობესებისკენ და საკუთარი თავისა და ამ კლუბის იქამდე მიყვანისკენ, სადაც გვინდა ვიყოთ. ეს პატარა ნაბიჯებია, მაგრამ სეზონის დასასრული, რომელსაც უახლოვდებით, ძალიან დიდი მნიშვნელობისაა. და ბოლოს, ამ ინტერვიუს დღეს იმიტომ ატარებ, რადგან ხვალ მიუნხენის ტრაგედიის ხსოვნის დღეა. შეგიძლია როგორც ადამიანმა, რომელიც ამ კლუბში იყო და კარგად იცნობს მის ისტორიას, აგვიხსნა, რას ნიშნავს შენთვის ეს ხსოვნა? უნდა ვთქვა, ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ახლა ხამ ვსაუბრობდით იმაზე, რამდენი ხანი დასჭირდა ამ ადგილს და აქ ყოფნის შეყვარებას და ეს ძალიან სწრაფად მოხდა. როგორც კი მოდიხარ, მაშინვე გააცნობიერებ ყველაფერს. უბრალოდ შეუძლებელია არ იცოდე და არ გესმოდეს ისტორია. ფიქრობ ეს პასუხისმგებლობაა, როცა აქ მუშაობ, როცა აქ თამაშობ, როცა აქ მწვრთნელი ხარ, რომ იცოდე რა იყო ჩვენამდე და რომ ატარო ის ქცევები და პასუხისმგებლობები, რომლებიც უნდა გაგრძელდეს. მიუნხენი ალბათ ამ კლუბის ისტორიის ყველაზე დიდი ნაწილია. თავად ტრაგედიის თვალსაზრისით, იმის მიხედვით, როგორ წამოდგა ეს გუნდი ამ ტრაგედიიდან და როგორ მიაღწია წარმატებას ამის შემდეგ და ყველაფერი იქედან გაგრძელდა. როცა მე აქ მოვედი, სერ ალექსი ამას ხშირად ახსენებდა. ეს მისთვის მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვისაც და შემდეგ ეს ცხოვრების წესად და კლუბის იდენტობის ნაწილად იქცა. ფიქრობ მნიშვნელოვანია, რომ ეს მემკვიდრეობა გავაგრძელოთ. მე აქ ვიყავი 50 წლის იუბილეზე, აქ ვიყავი 60 წლის იუბილეზე. 70 წლისთვის ვნახოთ, ჯერ არ ვიცით, მაგრამ ამ ყველაფრის გაცნობიერება და ამ გარემოცვაში ყოფნა განსაკუთრებით ასეთ მომენტებში, სიმართლე გითხრათ, ძლიერ ემოციას იწვევს. შაბათ სტადიონზეც ამას კიდევ ერთხელ ვიგრძნობთ.